მოგესალმებით მეგობრებო, სიამოვნებით გვერდებით კამპანიას არაზალადობას, ძლიერები არ ზალადობენ. მოგესალმებით, მე მინდა მივმართო ლაშა ტალახაძეს. აი ეს ოლიმპიური ჩემპიონი როა და რამდენი გზის რო არ ვიცი და რეკორდსმენი კიდე და პლუს ამას ყველაფერი ამ დიდებულებასთან ერთად ქართული ოცნების წევრი როა და საქართველოს პარლამენტში რო წარმოადგენს ამ კრიმინალურ ძალას რა. რა ვიცი, ბატონო ლაშათი როგორ უნდა მოგმართო? ალბათ შენ თვითონ რო უყურებ, შენ თავს ლაშაია, შენ თვითონ აღჯერა რა სადახარ. ხო და ცხოვრებაში ბევრი რამე გაკადრებია ეს ეთქობა. და გაკადრებია ეს არა მარტო საკუთარი ოჯახის წევრების წინაშე, არამედ სრულიად საქართველოს წინაშე. აი ხა გუშინ რაც უყურეთ, ხო? გასაგებია ხა. თითქოს არც ახალი არაფერი არ არის. ერთი პოლიტიკური ძალა მეორეს ყოველთვის ებრძვის და ყოველთვის იყო მაგ ოქტაგონი პარლამენტში ჩხუბების და ალბათ უფრო სერიოზულად უჩხუბიათ და უფრო წარეთაც მოურტყიათ ხელი ვიღაცასთვის ვიღაცას, მაგრამ ეს იმდენად ტრაგედია არ არის, რაც შენ გააკეთე გუშინ, მნიშვნელობა არ აქვს, ვის მოარტყი ხელი, ნაც მოარტყი, ყოფილ ქოთს მოარტყი თუ რაღაცა. უბრალოდ შენ ამით ბიძინა ივანიშვილს კი არ იცავ და მის ინტერესს კი არ წარმოადგენ. შენ ამით სრულიად საქართველოს მოსახლეობას ამცირებ, აკლინებ და მის წარმომადგენლობას პარლამენტში, როგორც საზოგადოების უმრავლესობის არჩევანი ხარ თითქოს შენ, უთხრი ძირს და დაკავს ჩემიერი აფრიკაში რო ტომები არიან, ველურები ერთმანეთს რო ჭამენ აი იმ დონეზე. და ამას სამწუხაროდ უყურებს მთელი მსოფლიო და ხედავს ამას მთელი მსოფლიო, რომ ასე წარმატებული სპორტსმენი და ასეთი მედალოსანი და კარგი ტიპი ჯერ ხარ ქოცი და მე ხარ მოძალადე. აი შეხედე ეს შენ ხარ, შენ ამბობ ამას, მე არ ვამბობ ამას, ნახე? არაზალადობას, ძლიერები არ ზალადობენ. ზალადობასო ვემიჯნებია. შენი სიტყვებია ეს, ყველაფერთან ერთად მატყუ არაც ახალ. საერთოდ დიდ ძალას მოაქვს დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ ეს შენზე არაა ნათქვამი, იმიტომ რომ ყველაფერი ამის მერე რაც შენ იკადრე, გამიგე? წესით და კანონით შენ უნდა ჩამოგერთვას ყველა ჯილდო და დარჩე მარტო ერთი ჯილდო სამარა, ქართული ოცნების წევრობა, რაც აირჩი. ვისი გულისთვისაც შეგიძლია მოიქნიო ხელი და მნიშვნელობა არ აქვს ამას სად. უბრალოდ შენ ირგვლივ თუ არის ადამიანი, რომელსაც ჭკუა მოეკითხება და რომელიც აზროვნებს ცივი გონებით, ხო, შეგიძლია იკითხო ყველაფრის მიღმა როგორ დახვედი მსოფლიო ჩემპიონობიდან ქართული ოცნების გლადიატორობამდე. ეს კითხე მარტო. თუ სარკეში შენ თავს ვერ უყურებ და ისე დაბრმავდი, აი ეს გააზრებია ვიღაცას ხო ენდობი, ვიღაცა ხო გიყვარს. გულის სიღრმეში ხო იცი რომ შენ არც დეპუტატი ხარ და არც არავის სხვა. და შეეკითხე ერთი, ან წვნელი იქნება, ან მეგობარი იქნება ბავშვობის, ან პედაგოგი იქნება, მასწავლებელი ბავშვობის, ვეჭვობ რომ გახსოვდეს, ვიღაცა ხო აქ ადამიანის სულში ხო ტრიალებს ძვირფას. შეეკითხე იმას, როგორ გახდი მსოფლიო ჩემპიონობიდან ქართული ოცნების გლადიატორი და საქებარი პირი რატო გაიხედა საგიმებლად. აი როგორ ხდება ესეთი დეგრადირება და რის ფასად და თუ გიღირს შენ მაგი მთელი ცხოვრება დაღდასმული კაინივით რო იქ. კარგი კაცები და მაგარი კაცები და ვაშკაცი კაცები, ხო? მაგას არ კადრულობენ. ერთი სპორტული მორალიდან მახსენდება ესეთი ცნობილი ფაქტია ჩინეთში ეს საბრძოლო ხელოვნება კარატის ერთ-ერთი მიმდინარეობა იყო რა. არაფრით არ აძლევდნენ პიროვნებას შავ ქამარს, იმიტომ რომ იმსახურებდა რომ ქონოდა შავი ქამარი, მაგრამ არ აძლევდნენ. და ერთ მშვენიერ დღეს მიდის კონკრეტულ სპორტ დარბაზში და მიდის სპორტულების გარეშე. და კითხეს რომ სადაა კაც შენი სპორტულებიო და ასეო ხიდის თავში დამხდენო და ყაჩაღებიო და მომთხოვესო რომ იმეცაო და ავდექიო და გადავეციო ჩემი სპორტულები. როცა შეეძლო 3 ადამიანის კი არა 5 ადამიანის და 6 ადამიანის წინააღმდეგ ებრძოლა. მაგ ქუჩის დონემდე არ დავიდა, ესმის შენ? შენ ამ მორალს ვერ მიხვდები, შენ თვითონ პარლამენტი დაიყვანე ქუჩის დონემდე და ქუჩაშიც არ ხდება მაგნაირი რაღაც. რატო არ ხდება? ისი აგეტყვი რა, იმ ჩხუბსაც თავისი წესი აქვს. ბიჭო, ურტყამ, უკნიდან ეპარები და ურტყამ.
ოლიმპიური ჩემპიონი კაცი ხარ? უკრიდან გვერდიდან მნიშვნელობა არა, იშენ ვერ გიყურებთ. შენ მიდი და ხა ზევიდან დაარტყი თავში ხელი და რა ძალით დაარტყი. მაგალითად დარტყმის შემდეგ ადამიანი შეიძლება მოკვდეს. ჩვეულებრივ შეიძლება მოკვდეს ადამიანი რა. შენ ძალა გაქვს თუ ჭკვაკი არ მოგეკითხება. და ბოლოს მინდა აგერ გითხრა კიდე რა. საერთოდ არ მესიმპათიურება ის ქალი რა ქვია იქ ციხეში რო გიზით კოცებს. მზია ამაღლობელი და ასე დაარტყა პოლიციას და პოლიციას რო დაარტყამ აუცილებლად ამაზე სამართლებრივი ფასი უნდა გადაიხადო. ნუ დაარტყა როგორც იყო რა. იმ სიტუაციაში და იმ სიუჟეტში ხო შეეძლოთ ამ მზია ამაღლობელისთვის ყველაზე მცირე თუ ყველაზე დიდი მიეცათ საზოგადოებრივი თქვათ ადგილების მოწესრიგება. იქნებოდა ეს საზოგადოებრივი ტუალეტები და ქუჩა დასახვეთი. ბუჯო ლამის 5 წლიანი ციხით გავუშვით ციხეში. და შენ კანონმდებელი როზი ხარ შენ. იმის მე რა შენ სხვასაზე დააზილე მომაკვდინებელად თავში. ტიპს რო სამედიცინო ექსკორტის გამოძახება დასჭირდა. და პასუხისმგებლობას არ ცნობ. შენ ძალადობას რო ემიჯნები თურმე? ეგ იფიქრია შენ საქციელზე? რაფერა დიფერენციაციას აკეთებ? შენი საქციელი ზოგადად კანონთან და ზოგადად სახელმწიფოსთან? მე გითხარი და გაგიმეორე, უნდა აკვირდებოდნენ ამას ყველა. შენ წესით უნდა ჩამოგერთვას აბსოლუტურად ყველა ჯილდო, ყველა ოლიმპიური დამსახურება და უნდა დაგიჩეს ქართული ოცნების წევრობის медаლი. შენ ხარ დაიმსახურე მაგი. შენ მეტი არაფერი არ დაგიმსახურებია. და ის ატყობა ის ვერც მანდატურები ვეღარ გაჩერებდნენ ბოლოს. ის მაკაცი რო ყავს გენო პეტრიაშვილი მეორე ქოცი ის გამოვარდა იმას კიდე კაი ჭკუა იყო ვინმეს ხელი არ დაერტყა. დაჭირდებოდა ეთყობა დაარტყამდა. არ ვიცი. ყველაფერი ამის პასუხისმგებელი ხარ რა თქმა უნდა შენ და ყველაზე მეტი ამაზოზენი რა იყო იცი? ნაცვლად იმისა შეგენანა თქვენი საქციელი ხო? მეორე წუთში თქვენ წადით ყველა და რესტორანში ქეიფობთ, ბრაზე ქეიფობთ რა, მარტყოფის ბრძოლა მოიგეთ, შამქორი მოიგეთ თუ ბასიანი მოიგეთ. არა გისვამ კითხვას შენ ახლა რა თქმა უნდა ეს არ იცი რა მოვლენებია საქართველოს ისტორიაში რა საბრძოლო წარსული აქვს ქვეყანას და რა მომხდარა ამ დროს რა თქმა უნდა არის შენ შტანგის აწევა იცი მარტო აწევ და დაწევ იმ შტანგას და ეგ იქნება მაგრამ ასე არ არის პარლამენტის წევრი რო ხარ რა დიდი ძალა რო გაქვს დიდი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს ნამდვილი გითხრა ხა დიდი ინტელექტის მატარებელი ადამიანია არც არასდროს არ ყოფილიყარ მაგრამ აი ამ ფაქტის მერე კაცის აღარა ხარ რა просто. ანუ ამითი გამოჩნდა რომ რესიმკისრები რატო ხარ საერთოდ იმ პარლამენტში ხელის დამრტყმელი ტიპი ხარ? ნაცებს და სხვებს კიდე რომ დაუბაზონო, ანუ ვინმე რო შევა პარლამენტში და რაღაცასი. და ვისი გულისთვის გააკეთე ბიჭო ყველაფერი. ჩიჩილაკას გულისთვის მოიქნია ხელი. ჩიჩილაკას გულისთვის მოიქნია ხელი, ის კაცი არ არის. ყველაფერს აქვს რა თავისი მნიშვნელობა. შენ რაც გააკეთე, რავი ეთყობა კმაყოფილი ხარ შენი საქციელით. და ესე კარგია ეს შემთხვევა რომ მოხდა ყველამ დავინახეთ ვინ ვის უკან დგას რა. მადლობა საზოგადოებას და ურჩევ რომ ყველას გააზიაროს ეს ვიდეო ლაივი და ანახოს ყველას რა. ქართული ოცნების სახე ხარ, ტიპიური სახე ხარ, ბიძინა ივანიშვილის სახე ხარ, ხარ აი ამ კობახიზის სახე ხარ და კობახიზის ჩემპიონი ხარ და დაჯექი ახლა ჭამე პური მერე და მე თან საქართველოს ამცირებს და რესტორან საქართველოში იყავით და იჯექით და კეიფობთ. ისე რო იცოდეთ რა თქვენში ყველაში არა მარტო შენში. ქართული ხო 1 გრამის სისხლი არ არის. თქვენ просто ფუტილიარები ხართ რა. აი ეს მინდოდა რომ მეთქვა ქართულობა მარტო ძალა არ იყო რა. ქართულობა სულიერი ძალა იყო. ქართულობა იყო ღირსება, ქართულობა იყო გვერდში დგომა და ქართულობა იყო გაგება და ქართულობა იყო ურთიერთგატანა. რომელი ერთია თქვენში ეგრეთ წოდებული ძალის გარდა რომელიც ნაყიდია რაღაცა ჰონორალის ფასად. აი მაყოფილები იქნებიან ეთყობა შენების სახში რო გნახეს ამ დღეში. დიდი გამარჯვება მოიპოვე. დიდი შტანგა აწია ძალიან. არ გაქცრისოს მაგ შტანგამ ქართული ოცნების ტვირთი რო ქვია. მაგას ჯობია ქართველი ერის ტვირთი აგეწია რა. ბიძინა ივანიშვილის ტვირთის მაგივრად. მას იზიფესავით არ დაგემართოს რა. რამდენს აიტანენ ამ ტვირთს აიტანდა იმ ტვირთს იმ კლდეზე ისე რომ უგორდებოდა უკან და მთელი ცხოვრება ზიდვაში რო იყო ტვირთის ზევიდან ქვევით.
შენაერებს ბოლოს მასე ემართებათ. მადლობა.